ეს კაცი არის, ეს კაცი იმიტომ აერჩა უნდა იყოს ყრემტო აერჩეს რომ უნდა იყოს წესი ჰასკდეს ყველაფერი კაცო. აღარ უნდა დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომისიის ჩანიშნული სხდომა შეხლა შემოხლით დაიწყო ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ჯერ საკრებულო შენობაში შეიჭრნენ, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც საკონკურსო საატესტაციო კომისია იკრიბებოდა. მათი ერთი ნაწილი ითხოვდა, რომ გამგებლის პოზიციაზე ქართული ოცნების წევრი კოტე კაპანაძე დანიშნულიყო. არ შეიცვლება. კითხეთ ანაჩე კომისიისებს ახლა. რაც გინდა ბევრი ინაფორმა არ შეიცვლება. ერთი გუნდია სულ. ამას ვერავიდან. ერთი კაცი კოტე კაპანაძე ან საერთოდ არ გვინდა გამგებელი. ერთი კაცი კოტე კაპანაძე ან საერთოდ არ გვინდა გამგებელი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამ კომისიას არ ვენდობი. ცინის წამების სირცხვილისა და იმის მეტი არაფერი მიგვიღია თქვენგან. არაფერი მიგვიღია თქვენგან დაცინისა და მუდმივად ამას აკეთებდით შემოგურანი როგორ გეკადრება. ლაგოდეხის მოსაყოფის გადასაწყვეტია ყველაფერი ეს და არა მხოლოდ ერთეულების რა. რა შუაშია პარტიულიშა. ეს კაცი არის, ეს კაცი იმიტომ აერჩა უნდა იყოს ყრემტო აერჩეს რომ უნდა იყოს წესი ჰასკდეს ყველაფერი კაცო. აღარ უნდა იყოს ეს, აღარ უნდა იყოს. არ უნდა იყოს ეს დაწესებულებრივ შეგვიძლია გადამტარდა. შენობაში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბაკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რათა სხდომათა დარბაზში ხელი შეშლის ფაქტები აღმოფხვრილიყო. თავად კი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაარეკეს ჩვენთან პოლიციაში. ხო, რატო დაარეკეს? ერთი ვკითხოთ აბა ვინ? მნიშვნელობა აქვს მაგას ვინ დაარეკეს? ვინ გალახა ერთი? მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო, მინდა გითხრათ. ძალიან. თქვენთვისაც უნდა კონდეს. ხო, უცხოება დავტოვოთ ტერიტორია. ბაკაშვილი დავითი გულისფრები შეტევების გამო გამოგვიძახეს, მართლაც იყო მაღალი არტერიული წნევა ტკივილი გულის არეში და ჩვენ შესაბამისი დახმარება გავუწიეთ. მდგომარეობა ამჟამად ბოლომდე არ არის გამოსწორებული, თვითონ უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე. 3 საათიანი დავის შემდეგ კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს და გამგებლის თანამდებობაზე ლაგოდეხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი ალიბეგაშვილი დაასახელეს. ჩამოყალიბდა სტრატეგიული გეგმა ლაგოდეხის განვითარების და შემდეგ უნდა მივხედოთ საქმეს, უნდა დაუდგეთ ყველა ერთმანეთს გვერდში. მე თქვენთან გახსნილი ვარ. კომისიის გადაწყვეტილებას აქ-შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ისინი პრემიერ-მინისტრის ბიზნეს ცენტრთან მისვლას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.